მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 6. ერთგვაროვანი ძელის სიმეტრიულად დევს ორ ადაბეს საყრდენზეო, როგორც ნახაზია მოცემული, ბესაყრდენი გადავაადგილეთ მარცხნივ და რა დაემართა საყრდენზე დაწოლის ძალებს უკითხებიან. კარგით ბატონო ჩემო, მოდი ეს გავადიდოთ. ხო, ახლა გამომდინარე იქიდან ჩვენ რა გითხრეს რომ ეს ჩვენი ძელა კი ერთგვაროვანი არისო, შესაბამისად მასათა ცენტრი. ორივე შემთხვევაში ეს იყოს პირველი შემთხვევა, ეს იყოს მეორე შემთხვევა. პირველ შემთხვევაში ძელებზე მოქმედი სიმძიმის ძალა მოდებული იქნება ამ სიმძიმის ცენტრში, ამ ძელაკის, ეს იქნება mg. შესაბამისად დაწევის ძალები, ან რეაქციის ძალები შეგვიძლია ვთქვათ, აქ იქნება mg ნახევარი. ანალოგიურად აქაც იქნება mg ნახევარი. რადგან სისტემა წონასწორობაში არის, mg ნახევარი ეს ორივე ძალა აწონასწორებს მთლიან mg ძალას, ამიტომ აქ იქნება mg ნახევარი ძალები. ანალოგიური სიტუაცია გვექნება აქაც, აქ გვექნება რაღაც აქაც გვექნება mg ძალა, სიმძიმის ძალა. აი აქ მოდი აი აქ მოქმედ დაწოლის ძალას, დაწოლის ძალა იყოს fa, fa დავარქვათ ამას. აქ მოქმედ რეაქციის ძალას და აი აქ მოქმედ რეაქციის ძალას დავარქვათ fb. ახლა თუ დავუშვებთ რომ თავიდან ამ მთლიანი ძელაკის სიგრძე მოდი იყოს L-ის ტოლი, დავუშვათ. მაშინ ბუნებრივი არის აი ამის სიგრძე, რადგანაც ცენტრში გვაქვს მოდებული mg ძალა. ეს იქნება L ნახევარი, ხო? L ნახევარი. ხოლო აი ეს, აი აქედან აქამდე, მოდი აღვნიშნოთ რაღაც L1-ით. ეს იყოს L1. და ჩავწეროთ ახლა მომენტების წესი. mg ძალა აბრუნებს საათის ისრის მიმართულებით და მოდი ეს მაბრუნებელი მომენტი ავიღოთ დადებით ნიშნად, ხოლო fb ძალა აბრუნებს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, შესაბამისად მაბრუნებელი მომენტი ავიღოთ fbc მინუს ნიშნით და ჩავწეროთ მომენტების წესი. m1 ვექტორულად დამატებული m2, რადგან სისტემა წონასწორობაში უნდა იყოს 0-ის ტოლი. m1 ტოლი იქნება mg დადებითად აქვს აღებული, mg-ს მაბრუნებელი მომენტი საათის ისრის მიმართულებით გვაქვს, mg აბრუნებს ამ ძელაკს საათის ისრის მიმართულებით, შესაბამისად დადებითად გვექნება გამრავლებული მხარზე, ანუ მანძილზე mg ძალის მოდების წერტილიდან ბრუნვის ღერძამდე არის L ნახევარი, გვექნება L ნახევარი. ამას გამოკლებული მინუსი გამომდინარე იქიდან, რომ fb-ს მაბრუნებელი მომენტი არ გვაქვს. fb აბრუნებს საათის ისრის ცდილობს მოაბრუნოს ეს ჩვენი ძელაკის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ამიტომ მინუს ნიშანი გვექნება, ეს გამრავლებული fb-ს მხარზე, რომელიც L1-ის ტოლია, ხო? ეს გამრავლებული L1-ზე უდრის 0-ს. აქედან ჩვენ რა გვექნება fb L1 ტოლი იქნება mg ჯერ L ნახევარი, ხო? საიდანაც fb-ისთვის მივიღებთ fb ტოლი გამოგვივა mg ნახევარი გამრავლებული L-ი შეფარდებული L1-თან. ახლა აი სიდიდე თავიდან ძელაკის სიგრძე იყო L-ი, შემდეგ შემცირდა L1 გახდა. შესაბამისად L-ი შეფარდება L1-თან მეტი გამოგვდის 1-ზე, რადგან L-ი მეტია L1-ზე. L-ი შეფარებული L1-თან თუ მეტია 1-ზე, მაშინ აქედან გამომდინარე fb მეტი ყოფილა mg ნახევარზე. ამიტომ თუ დაწოლის ძალა თავიდან mg ნახევარი იყო და fb გახდა, ჩვენ აგერ დავინახეთ რომ მეტი არის, ანუ გაზრდილა, ხო? b წერტილში დაწოლის ძალა გაზრდილა. და რადგანაც სისტემა წონასწორობაში არის, b-ში დაწოლის ძალა თუ გაიზარდა, მაშინ a-ში უნდა შემცირებული იყო, ხო? რათა სისტემა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, წონასწორობაში დარჩენილი იყო. შესაბამისად, თუ შევადარებთ ახლა პასუხებს, აი შევხედოთ a-ში a საყრდენზე შემცირდა, კი ბატონო, შემცირდა, b საყრდენზე გაიზარდა. b საყრდენზე გაიზარდა ნამდვილად. შესაბამისად, პასუხი იქნება a.